ხელოვნური ინტელექტის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა მსოფლიოში საკმაოდ ცვალებადია. ბევრი ადამიანი ემხრობა მის შემოღებას, ჩვეულებრივ გამოყენებაში ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება, ბევრი კი ხედავს ისეთ საფრთხეს, როგორც არის უბრალოდ უმუშევრად დარჩენა. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ Ipsos-ის და Reuters-ის საერთო კვლევაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩატარდა და გამოკითხულები ადამიანების 71%-მა გააჟღერა პოზიცია, რომ მათ სწორედ ხელოვნური ინტელექტი უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს სამსახურის დაკარგვასთან დაკავშირებით. ეს არის კატასტროფულად დიდი მაჩვენებელი და ანუ ლამის ყველას ეშინია. ამის თქმა შეგვიძლია კორპორაციას 3/4 ნამდვილად შეშინებულია. რამდენად რეალისტურია ეს შიშები? ამის შესახებ საკმაოდ ცლად არაერთხელ ვისაუბრია Tech Inform-ში, რამდენად რეალისტურია შიშები და აქვს თუ არა საფუძველი ამ შიშებს, თუმცა ფაქტი არის ის, რომ ალბათ აი ამ საინფორმაციო ნაკადის ფონზე რაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ როგორ შეუძლია ხელოვნური ინტელექტს თქვენი სამსახურის წართმევა, ამის ფონზე არ არის გასაკვირი, 71%-მდე არის გაზრდილი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამჟამად ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ 4.2%-ია. ნუ თუ გავითვალისწინებთ იმ მოლოდინებს, რაც ხალხს აქვს, მე მგონი საკმაოდ ზევით ავა. 4.2-სა და 71 შორის ხვაობა საკმაოდ დრამატულია, ალბათ ასეთ რამეს ვერ ვიხილავთ. ნუ ნახავთ ამას დრო გვიჩვენებს. გამოკითხვა ჩატარდა არა მარტო ხელოვნური ინტელექტის იმ მიმართულებით, რამდენად შეუშლის ეს ხელს ადამიანებს ჩვეულებრივ ცხოვრებაში, საქმიანობის გაგრძელებაში და სამსახურში ყოფნაში, არამედ რამდენად ხედავენ ხელოვნური ინტელექტის რისკებს ყოფა ცხოვრებაში, პოლიტიკაში, სამხედრო თუ საგანმანათლებლო სექტორში. ამ შემთხვევაში საინტერესოა, რომ 77% გამოკითხულთა, უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ის, ვისაც ეშინია სამსახურის დაკარგვი, შიშობს, რომ პოლიტიკურ პროცესში შემოვა ხელოვნური ინტელექტი, შემოვა deepfake-ი და სხვა მსგავსი საშუალებები, რაც გააჩენს ძალიან დიდ რისკს ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა, ადამიანების მოტყუებისა და არჩევნებზე ზეგავლენისა. ჩვენ ამის მაგალითები არა მარტო ბოლო პერიოდში, არამედ გასულ წლებში, თუნდაც 2016 წლის არჩევნებშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიხილეთ, რომლის შესახებაც ჯერ კიდევაც აზრთა სხვადასხვაობა რამდენად რეალური გავლენა იქონია ამან. აღსანიშნავია, რომ 48% ამერიკის მოსახლეობის კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამხედრო სამიზნეების დადგენის და გამოვლენის პროცესში ხელოვნური ინტელექტის ჩართვას. ესე იგი, თვლიან, რომ ისევ სტანდარტულად, ბუნებრივად, როგორც ვადგენდით სატელიტები, ჩვეულებრივი ადამიანის თვალით, მსჯელობის შედეგად, როგორც ვადგენდით, ვინ უნდა ამოეღო ამერიკის შეიარაღებულ ძალებს მიზანში, ეს უნდა დარჩეს ასე, ეს არის მათი პოზიცია. თუმცა ამას გარკვეულწილად მომხრეები წყავს, სხვათა შორის შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითი, რომ ისრაელში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ეს AI დრონები მათ შორის. სახის ამოცნობის ტექნოლოგიით, რომელიც ადამიანზე 10,000 ჯერ სწრაფია. კი. ერთადერთი დეტალი ახლა, რაზეც დაგვრჩა სასაუბრო, ეს არის განათლების კუთხით ჩართულობა ხელოვნური ინტელექტის ამხრივ აზრთა სხვადასხვაობა არც ისე დაშორებულია ერთმანეთისგან. თითქმის 50% მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას და თulis რომ თუ დაეხმარება ადამიანებს რომ გაუმარტივოს სწავლის პროცესი, ბავშვებს დაეხმარება სწავლის პროცესი, მისაღებია ეს, თუმცა არის 38%, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას და ამბობს, რომ მაშინ მასწავლებლის როლი რაღაცა იქნება სკოლაში თუ ხელოვნური ინტელექტი მთლიანად ჩაანაცვლოს მას. მოკლედ, თან კარგი არგუმენტია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ადამიანებს დაავიწყოს კარგად მსჯელობა და წერა, რადგანაც ის ყველა არგუმენტს მოიფიქრებს და ტექსტსაც თავად დაწერს, ხოლო ჩვენ ვიცით, რომ წერა, მეტყველება და არგუმენტირებული მსჯელობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ზოგადად ადამიანისთვის ცხოვრებაში ოპერირებისათვის. მოკლედ, სუპერმასწავლებლები, რომლებიც დაცლილი იქნებიან ადამიანური გაგებისაგან, არ სურთ ამერიკაში მინიმუმ ნახევარს მაინც. ასეთი არის ამერიკაში ამჟამად არსებული ვითარება, ნახოთ მომავალში როგორ შეიძლება ამ პროცესი.